ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც დღეიდან ერთი კვირის მანძილზე საიუბილეო კვირეულს აღნიშნავს, ქართული ტელეკომ ოპერატორის გლობალსელის ფილიალი გაიხსნა. ის აბონენტებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება. გლობალსელი პირველი ქართული ტელეკომ ბრენდია, რომელიც სულ ახლახან გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის წევრი გახდა. კომპანია გლობალსელი ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს თავაზობს როგორც SIM, ისე eSIM საერთაშორისო ბარათებს ქართული ნომრით. დიახ, ქართული ნომერი მთელ მსოფლიოში და ის უკვე ქუთაისის აეროპორტშიცაა ხელმისაწვდომი. ანა გზირიშვილი, ჩვენი ჟურნალისტი, იმყოფება ახლა ქუთაისის აეროპორტში, რომელიც გლობალსელის სიახლეებს გაგვაცნობს. დილამშვიდობის, ანა, მოგესალმებით. მოგვიყევი უფრო დეტალურად თუ რა სიახლეებს თავაზობს გლობალსელი ქუთაისის აეროპორტში მის უმგზავრებს. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც უკვე მოისმინეთ, აქ გაიხსნა გლობალსელის ფილიალი. ჩემთან ერთად იმყოფება კომპანიის დირექტორი გიორგი მადუაშვილი, რომელსაც ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ გავესაუბროთ. გიორგი, დილამშვიდობისა. გილოცავთ ახალი ფილიალის გახსნას. მოდი დავიწყოთ თავიდან, რამდენი წელია რაც გლობალსელი არსებობს ბაზარზე და რა სერვისებს თავაზობთ მომხმარებლებს? დილამშვიდობისა, მივესალმები TV იმედის მაყურებელს. გლობალსელი 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. ეს ჯერ კიდევ იყო 16 წლის წინ, როდესაც როუმინგი ხელმისაწვდომი არ იყო ფართო საზოგადოებისთვის და დაკავშირებული იყო ძალიან დიდ დანახარჯებთან. მას შემდეგ ამ 16 წლის განმავლობაში კომპანია მისმა სერვისებმა და პროდუქტებმა საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო და დღეს უკვე გლობალსელი სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში წარმოადგენია სრულიად ახალი, ინოვაციური, უნიკალური პროდუქტით, რომელიც არის უკვე ქართულ ნომრიანი საერთაშორისო როუმინგული სიმბარათი და ანუ ეს არ არის მხოლოდ ეს სიმი, ხომ? ეს არ არის მხოლოდ ელექტრონული სიმბარათი, ბუნებრივ ეს არის ყველა ის აპრობირებული მეთოდით სიმბარათი, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, პლასტიკის, რომელიც არის ყველა ფორმატის სტანდარტული მიკრო, ნანო, ასევე ის მობილური ტელეფონები, რომელსაც აქვს ელექტრონული სიმბარათის მხარდაჭერა, აქვს შესაძლებელია eSIM-ის სახით მისი გააქტიურება, მაგრამ ყველაზე მთავარი, უნიკალური, რაც მას გამოარჩევს ნებისმიერი სხვა პროდუქტისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არის ის, რომ ეს გახლავთ სწორედ ქართულ ნომრიანი SIM და eSIM ბარათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო პირობებით შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა მოგზაურობის დროს. აი თქვენ ახსენეთ, რომ ადრე არ იყო ბევრი კომპანია, თუმცა ახლა საკმაოდ ბევრი კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. აი რა განასხვავებს გლობალსელს მათგან? ძირითადი განმასხვავებელი და ის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომელიც უნდა ჰქონდეს ტელეკომ ოპერატორს, არის ის, რომ ის უნდა იყოს ავტორიზებული, ლიცენზირებული შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ. გააჩნია რომელ ქვეყანაში ოპერირებს, ხომ? ვინაიდან საუბარი არის გლობალსელ საქართველოსზე, იმიტომ რომ ამასაც დავძინა აქვე, როდესაც ეს 16 წლიანი განვითარების პროცესი მიმდინარეობდა კომპანიამ განავითარა ეს ინდუსტრია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც და შესაბამისად ეს გლობალსელის აბონენტები არიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ამერიკის მოქალაქეები, სადაც გლობალსელ ამერიკა ემსახურება მათ. ევროპის მოქალაქეები, რომელსაც გლობალსელ ევროპა ემსახურება, აზიის, რომელსაც გლობალსელ აზია ემსახურება და ასე შემდეგ. საქართველოს შემთხვევაში და გლობალსელ საქართველოსზე, როდესაც ვსაუბრობთ, თუმცა აქვე დავამატებ, რომ ჩვენთვის ყველა სამაყო არის ის, რომ ყველა ეს, ასე ვთქვათ, კონტინენტური სხვადასხვა დაფარვის გლობალსელი არის სწორედ დაბადებული საქართველოში და ძირითადი საწყისი ის, საიდანაც ისინი აღმოცენენ, არის სწორედ გლობალსელ საქართველო და ამიტომ ყველა ამ კომპანიის იგივე ვებგვერდზე, როდესაც თქვენ შეგძანდებით, იქ წერია, რომ დაბადებულია საქართველოში და ამიტომ ჩვენთვის ეს არის ძალიან საამაყო. რას თქვენ ახლა ბრძანეთ? განმასხვავებელი და მაიდენტიფიცირებელი, ხო? საქართველოს შემთხვევაში არის ის, რომ გლობალსელი გახლავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული მობილური ოპერატორი. ანუ განსხვავებით სხვა მსგავსი ანალოგიებისგან, როდესაც ეგრეთ წოდებული შუამავალი კომპანიები ყიდულობენ უცხოეთიდან და იმპორტით შემდეგ ჩამოაქვთ ეს ელექტრონული სიმბარათები, რომელიც არის უნომრო და აბონენტი სულად ვერ იყენებს ყველა სატელეკომუნიკაციო სერვისს, ეს შეიძლება იყოს ხმოვანი ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები. სარგებლობენ მხოლოდ ელექტრონული სიმბარათით, უნომრო სიმით, ძირითად შემთხვევებში, რომელსაც აქვს მხოლოდ ინტერნეტ მხარდაჭერა, ხო? ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია მის გამოყენება. და ასევე აუცილებელია, რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, ეს მივიღოთ ავტორიზებული და ლიცენზირებული კომპანიისგან, რომ ჩვენი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული, რომელიც გარანტირებული არის კანონმდებლობით. შესაბამისად, მთავარი რჩევა მოქალაქეების მიმართ, მომხმარებლების, აბონენტების მიმართ არის ის, რომ
გლობალსელი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, რომელსაც შეაჩერებენ ისინი აქცენტს და ყურადღებას, გააკეთონ ეს არჩევანი შეაჩერონ ავტორიზებულ ოპერატორზე, რომელიც მათ უსაფრთხო დაცულ მომსახურებას შესთავაზებს და აბონენტები თავის მხრივ თავის უფლებრივ ნაწილში იქნებიან სრულად დაცულნი. თავარი და განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ მას აქვს ქართული ნომერი roaming-ულ საერთაშორისო სიმბარათს და განსხვავებით სხვა ნებისმიერი roaming-ული სერვისისგან, რომელიც არის ავტორიზებული ოპერატორის მიერ შეთავაზებული აბონენტებისთვის, გლობალსელის აბონენტებისთვის მთელ მსოფლიოში შემავალი ზარი გახლავთ უფასო, იმის მიუხედავად რა ხანგრძლივობით შეიძლება იყოს ის. ან საქართველოსთან რომ დაგირეკავენ სრულიად უფასოდ ისარგებლო. კი, საქართველოსთან, როდესაც ურეკავენ ჩვენს აბონენტს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, დამრეკავი საქართველოსთან იხდის ქართულ ნომერს დარეკვის სტანდარტულ ტარიფს კონკრეტული ულიმიტო პაკეტის ფარგლებში არაფერს აბსოლუტურად და ჩვენი აბონენტისთვისაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შემავალი ზარი არის სრულიად უფასო. ასევე მთავარი არის ის, რომ თუნდაც ის ინტერნეტ პაკეტები, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა, აქტიურდება ძალიან ღია ფასები. აი, მინდოდა მეკითხა სიმარტივე, რამდენად მარტივია და თან მაყურებელს რო ვაჩვენოთ ადგილ. ალბათ სიმარტივე, ალბათ სიმის კი, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რადგან ჩვენ საუბრობთ ახლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე და აქვე მინდა მიმოვულოცო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საიუბილეო დღეები დაიწყო დღეს 25 ოქტომბერს, რომელიც გასტანს 31 ოქტომბრის ჩათვლით. კვირეული არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიუბილეო დღეების, რომელსაც გლობალსელის თავის მხრივ ეხმიანება და ვთავაზობთ ყველა მოქალაქეს, ყველა მგზავრს აეროპორტისა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 50%-იან ფასდაკლებას, როგორც სიმ, ასევე ისიმ ბარათებზე. გიორგი, თან ვანახოთ, რადგან ცოტა დრო გრჩება და მოვასწროთ ყველაფერი. უკვე რაც შეეხება სიმარტივეს, ბუნებრივია, როცა აეროპორტში მოდის მგზავრი, მისთვის მთავარია, რომ ერთ-ორ მოახდინოს ამ სიმბარათის გააკეთება. გააჩნია მას ფიზიკური პლასტიკის სურს თუ ელექტრონული სიმბარათი. ხო, ამ შემთხვევაში დაუშვათ, თქვენ როდესაც ელექტრონულ სიმბარათს იაქტიურებთ მობილურში QR კოდის სახით, რომელსაც ახლა თქვენ დაასკანერებთ, დაახლოებით რამოდენიმე წამში უკვე შეძლებთ გლობალსელის ისიმით სარგებლობას. ერთადერთი რაც არის ის, რომ QR კოდის დასკანერების შემდეგ თქვენ ხელს აწერთ აბონენტო მომსახურების ხელშეკრულებას, საქართველოს კავშირის მოქონების თანხმობით და ასევე ის სიახლე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს აბონენტებს, გახლავთ ის, რომ 30 დეკემბერს გვაქვს Facebook Live-ის ეთერში წამახალისებელი გათამაშების უკვე შედეგების გამოცხადება და ეს წამახალისებელი გათამაშება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ როგორც უკვე აბონენტი და ჩვენ ჩართვამდე მოვამზადეთ უკვე თქვენთვის ეს ისიმ ნომერი და ელექტრონული ამ ნომერს დავფარავ, რომ დავიცვათ კანონის მოთხოვნები. თქვენ უკვე როგორც აბონენტი ჩააგდებთ გათამაშების დოლურაში ამ ბილეთს და 30 დეკემბრის დღის 12 საათზე ჩვენ Facebook Live-ის საშუალებით გამოვვლენთ გამარჯვებულებს ჩვენს აბონენტებს, რომლებსაც გადაეცემათ ევროპის მიმართულებით ავიაბილეთი, სამოგზაურო ფულადი ვაუჩერი, DJI სათავგადასავლო კამერა, რომელიც მოგზაურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საოცნებო პრიზია და ასე შემდეგ და ეს თქვენც მოათავსეთ დოლურაში იმისთვის, რომ გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა. შესანიშნავი საჩუქრები გაქვთ, დაინსტალირებათ ძალიან მარტივად მოვახერხე, ასე რომ ვინც აპირებთ მოგზაურობას, შეგიძლიათ ისარგებლოთ გლობალსელის მომსახურებით და ჩაერთოთ ასევე გათამაშებაში. ერთს დავამატებ, თუ შეიძლება ბევრი ადამიანი, ან შეიძლება რაღაც ნაწილი ადამიანებისა ამჯობინებს, რომ აეროპორტში მოსვლამდე სათადარიგოს წინასწარ გაიაქტიუროს სიმბარათი, რომ აქ შეიძლება დროში იყოს შეზღუდული. ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ გლობალსელის როგორც სიმ, ისე ის სიმბარათების შეძენა შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში და ასევე საქართველოს პოსტის ნებისმიერ ფილიალში მთელი ქვეყნის მასშტაბით. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ანა, მე მგონი ძალიან საინტერესო და ძალიან კომფორტული სერვისი დაემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რადგან ძალიან კომფორტულად, ძალიან მოკლე დროში შეგვეძლება ავიღოთ სიმბარათი ან ელექტრონული სიმი და ისევ იმოგზაუროთ ევროპის ნებისმიერ, საქართველოს ნებისმიერ.